outsourced ბუღალტერიაზე უნდა ვისაუბროთ. კომპანია მური, რომელიც 100-წლოვანი მურ გლობალის წევრია, საქართველოში მოღვაწეობის 17 წელს ითვლის და ბიზნესების სრულფასოვან outsourced საბუღალტრო მომსახურებას თავაზობს. ეს სერვისი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სანდო გამჭვირვალე და ეფექტიანი საფინანსური აღრიცხვა სრული შტატის ბუღალტერიათა გუნდის შენახვის გარეშე სურს. კომპანიის მომსახურება მოიცავს სრულ საბუღალტრო აღრიცხვას ან კონკრეტული ბლოკების დაფარვას, ასევე დეკლარაციებისა და რეპორტების ზუსტად დროულ მომზადებას, პირველადი დოკუმენტების მრავალსაფეხუროვან კონტროლს, ხელფასებისა და საგადასახადო საკითხების მხარდაჭერას და ასევე ქალ ბუღალტერიას, რომელიც ნებისმიერ მოწყობილობიდან მონაცემებზე წვდომას იძლევა. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს, რაც ხარისხიან სტანდარტიზებულ და გამჭვირვალე პროცესებს უზრუნველყოფს. უფრო ვრცლად სტუდიაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ კომპანიის პარტნიორები თეონა აბდუშელიშვილი და სოფო აბაიაძე დავპატიჟეთ ამისთვის. მოგესალმებით, მადლობა რომ გსტუმრობთ გადაცემაში. სოფო, მოდი თქვენგან დავიწყოთ და რადგან წელი იწურება, ასე ვთქვათ, წლის შეჯამებაზე მინდა გითხრათ, როგორი იყო კომპანიისთვის 2025 წელი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი წელი საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ 2025 წელი. ყველაზე მეტად გვიამაყება საერთაშორისო ჯილდო, რომელიც მივიღეთ International Accounting Awards-ის მიერ, რომელიც ტარდება ყოველწლიურად ლონდონში და ეს ჯილდო ადასტურებს ჩვენს მაღალ ხარისხს და საიმედოობას ჩვენი კლიენტებისათვის, ჩვენი თანამშრომლებისათვის და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს გახდა ჩვენი, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი წარმატების საფუძველი. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ზრდა ჰქონდა უწყვეტი, ჩვენ მომართული ვართ მდგრად და სტაბილურ ზრდაზე, როგორც კომპანია. ყველა მიმართულებით ჰქონდა ზრდა, საბუღალტრო, აუდიტორული, საშემფასებლო და საკონსტიტუციო მიმართულებით. ჯამური ზრდა ჰქონდა დაახლოებით 50%-ზე მეტი, რაც წინა წელთან შედარებით ასევე საკმაოდ დიდი ზრდა არის და შემოსავლები საკმაოდ გავზარდეთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დამატებით ახალი მომსახურებებით შევთავაზეთ კლიენტებს, რაც ასევე გამომდინარეობს ბაზრის მოთხოვნიდან და ვცდილობთ მოკლედ, რომ მომავალ წელსაც შევეგებოთ ასევე წარმატებულად. ამ მასშტაბის ზრდის მიზეზი იყო ის დამატებითი სერვისები და მომსახურებები, რაც შესთავაზეთ ბაზარს ამ შემთხვევაში და რა იყო უფრო ვრცლად ამაზეც რომ ვისაუბროთ, დამატებით 50%-იანიც და საკმაოდ დიდია მით უმეტეს წინა წლის მაღალი ზრდის ფონზე. დიახ, ჩვენთან გაიზარდა მოთხოვნა, ბაზრის მოთხოვნა გამომდინარე, ჩვენ დავამატეთ დამატებითი მომსახურებები. დიდი ზრდა ჰქონდა როგორც აუთსორსინგის მიმართულებით, რაც ასევე ბაზრის გამოწვევებიდან გამომდინარე არის ეს და ასევე აუდიტის მიმართულებით, ჩვენ დავიმატეთ დამატებითი კლიენტების სხვადასხვა მიმართულებით და ეს ზრდა აჩვენებს იმას, რომ ჩვენი კლიენტები მეტად გვენდობიან, ჩვენ მომართული ვართ პრობლემების გადაჭრაზე, ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე და ეს ნათლად ჩანს, რომ ბაზარი ამას აფასებს და მათთვის არ არის მხოლოდ თავარი ფასი, არამედ ის სანდოობა, გამჭვირვალობა და გვერდზე ყოფნა, მათზე ზრუნვა, კლიენტებზე ზრუნვა, ეს არის ის ძირითადი ღირებულებები, რაც ფასდება ჩვენი მომხმარებლების მიერ. და აი აუთსორსინგის მიმართულებით თეონა იტყვის, როგორ გავიზარდეთ. თეონა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორია მოთხოვნა და რა შეიცვალა ბოლო 1 წლის განმავლობაში ბიზნესების მხრიდან. ეს საინტერესოა, ვინც თქვენ მოგმართავთ ძირითადად რა ტიპის ბიზნესებს წარმოადგენს, უფრო სტარტაპები, უფრო მსხვილი ბიზნესები თუ რა ტიპის კომპანიები ინტერესდებიან ამ ტიპის კი, სტარტაპები და საშუალო ბიზნესის კატეგორია არის ძირითადი სეგმენტი, ვისაც ვემსახურებით, თუმცა ყავს მეორე კატეგორიის კლიენტებიც და უკვე მათი მხრიდან უფრო მეტი ინტერესი წამოვიდა აი წელს შარშანაც და წელსაც. ეს განაპირობებს იმით, რომ მათ უნდათ ხარისხიანი მომსახურება, კვალიფიციური მომსახურება და ასევე პასუხისმგებლობის აღება რაღაც თემებზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში. ამას სრულად უზრუნველყოფთ და ასევე ჩვენ ვყოფთ მომსახურების ნაწილს, საოპერაციო ნაწილი და თქვათ ის ოპერატორები, რაც სჭირდება ამ საქმიანობას, ეს უშუალოდ ბიზნესის მხარეს რჩება და ჩვენთან წმინდა ბუღალტერია და ანალიტიკა, ანგარიშგებები და შესაბამისად ის სერვისი, რაც უკვე პროფესიონალმა და უზრუნველყოს, ეს უკვე ჩვენ მხარეს არის და ძალიან კარგი ტანდემი გამოგვდის ამ შემთხვევაში. ყველაზე მეტად რითი ინტერესება ბიზნესის არის ის ზუსტად გამჭვირვალობა, დრო, ტექნოლოგიები თუ აი ძირითადად რა მიმართულებით თუ ყველაფერს ერთობლიობა? კი, ყველაფერს ერთობლიობა, იმიტომ რომ ჩვენ კომპანიაში ყველაფერს ერთობლიობა გვაქვს. გვაქვს უახლესი, ანუ ძალიან ბევრ პროგრამაში მუშაობთ, ასევე ვცდილობთ, რომ თუ რამე ERP პროგრამა ყველას გავეცნოთ და შესაბამისად შევთავაზოთ. ანუ კლიენტებს თავაზობთ ზუსტად მასზე მორგებულ პროგრამებს.
ვეხმარებით დანერგვის პროცესში, ჩართულები ვართ უშუალოდ, მე უკვე იმპლემენტაციაში და მათთან ერთად მივყვებით ამ პროცესებს და ძალიან კარგად მუშაობს ასე მთავარი ბუღალტერის მომსახურება, რაც გულისხმობს, რომ თქვა ბუღალტერი შეიძლება მათ ყავდეთ თვითონ კომპანიაში და ჩვენ უკვე ზედამხედველობას ვიწევდეთ და თქვა ვაკონტროლებდეთ და შესაბამისად აი დეკლარაციის წარდგენის პასუხისმგებლობა უკვე ჩვენ გქონდეს, ანგარიშგებების პასუხისმგებლობა ჩვენ გქონდეს და მოგეთ სიზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში პირველ რიგში და დანარჩენი ის რომ თქვა ზრუნვა რაც ჩვენ გამოგვარჩევს ფიქრი მათზე რომ თქვა დამატებით არ მოხდეს რაღაც ის ზედმეტად გადახდა პირიქით რამე არ გამოგვრჩეს და რამე უზუსტობა არ იყოს მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს სერტიფიკატი და ეს სტანდარტი რამდენად გიხმარებათ მოკლედ ხარისხის კუთხით და აი ამან რა შეცვალა თქვენ საქმიანობაში? მოკლედ აი ეს სერტიფიკატი უკვე მესამე წელია რაც გვაქვს ყოველწლიურად გავდივართ ხარისხის დამადასტურებელ აუდიტს და ძალიან ვამაყობთ ამით პირველები ვიყავით საქართველოში ვინც ჩვენ ამ სფეროში ვინც ავიღეთ სერტიფიკატი და მე შემდგომ უკვე მოგყვნენ ხობით და ესეც ამაყვა რაღაც კუთხით როცა გვბაძავენ ხო მოკლედ ეს სერტიფიკატი დამადასტურებელი ამის თვითონ სერტიფიკატი ახლა თვითონ პროცესები გვქონდა ჩვენ ესედაც აწყობილი და უბრალოდ ეს სერტიფიკატი დასტურია კიდევ იმის რომ ხარისხი ძალიან მაღალია ანუ ვერ ვიტყოდი რა რამე ისეთი შეცვალა განსაკუთრებული უბრალოდ უფრო დაადოკუმენტირეს ყველაფერი უფრო ჩარჩოში მოაქცია რო ვთქვა და ასევე როცა გამოწვევენ და ამას გიდასტურებენ ეს კიდე დამატებით კონტროლის კუთხით დამატებით რაღაცა მოდმად იმაში ხარ ხო შენ დრაივში ხარ რამე არ გამოგჩეს ყველაფერი კარგად იყოს და თვითონ ბიზნესი რამდენად მზად არის ონლაინ ბუღალტერიაზე გადასასვლელად და ამ ნაწილში მათი მიდგომები, მათი დამოკიდებულებები როგორ იცვლებათ? ბიზნესი ზოგადად მზად არის უბრალოდ პრობლემა რაც არის ის რომ აი ეს მანკიერი პრაქტიკა ძველი დროიდან გადმოსული ბუღალტერი იყო იურისტიც პოსტალიანიც მდივანიც დამლაგებელიც ლამის ხო ანუ ამის გადაწყობა ცოტა რთულია ცოტა ძველმოდური ბიზნესებისთვის ესე ვიტყოდი და ნელა უკვე მიხვდნენ ასეთი თუ იცლება და მათი წილიც მცირდება ძველმოდური ბუღალტერიაზე. იმდენად უკვე თვითონ ბუღალტერებისგან წარმოვიდა პროტესტი მე ვიტყოდი თანამედროვე არ ვიცი უფრო იმიტომ რომ როცა ACCA 12 წლის უნივერსიტეტის განათლებას იღებ მე ACCA 12 წელს აბარებ ხდები სერტიფიცირებული და გთხოვენ რაღაცა აი ძალიან ისეთ საქმეს რაც შენ არ გეკუთვნის და შენი არ უნდა აკეთებ და უკვე პროტესტი გეჩნდება რატომ უნდა ვიმუშაო ხო შესაბამისად უკვე თვითონ ის ბუღალტერები ვინც თქონდათ თვითონ ადგილზე მუშაობენ ისინიც ყوارსაც ხდებენ უკვე და ამან უკვე უბიძგა იმას რომ ბუღალტერმა აკეთოს თავისი საქმე და იურისტმა თავისი მდივანმა თავისი და ესე შემდგომ. ამ პროცესში როცა სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია რომ ერთ ადამიანს ყველაფერი მოთხოვა და ამით აქედან გამომდინარე ესეც გადაზღვის მექანიზმია ერთგვარი რომ ბევრი მიმართულებები და სხვადასხვა გზებით ცდილობდეთ ამ ყველაფერს დანერგვას უსაფრთხოების ნაწილში რა მექანიზმებს ნერგავთ და მათ შორის როგორია სამომავლო გეგმები კომპანიის ამ ნაწილში. ჩვენს პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ის მონაცემები, რასაც კლიენტები ჩვენთან აზიარებენ, თუნდაც ბუღალტერიის, თუნდაც აუდიტის და ასე შემდეგ მიმართულებებით, იყოს დაცული. ჩვენ ამას უზრუნველყოფთ შიდა და გარე, ასე ვთქვათ, დამცავი მექანიზმებით და ვცდილობთ, რომ ტექნოლოგიების მიმართულებითაც ფეხი აუწყოთ ყოველდღიურობას. დღევანდელ დღეს ტექნოლოგიური ბევრი გამოწვევა, ბევრი სიახლეა და ვცდილობთ, რომ ყველანაირად ინოვაციურები ვიყოთ. და მონაცემთა უსაფრთხოება არის ტოპ პირველი პრიორიტეტი ჩვენ შემთხვევაში, ისე როგორც ხარისხიანი მომსახურება. ასე რომ ამ ხრივ ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ შვიდათ იყვნენ, რომ მათი მონაცემები დაცულია და უმაღლესი ხარისხი გვაქვს ამ ნაწილში მიღწეული. 2026 წლის გეგმები როგორია კომპანიის დამატებით რა ტიპის სერვისების და მომსახურების შეთავაზებას გეგმავთ თქვენი არსებული კლიენტებისთვის თუ ახალი მომხმარებლებისთვის? კი ბატონო, ჩვენ ვცდილობთ რომ კვლავ ისე ვიყოთ ინოვაციურები, ხარისხზე ორიენტირებულები, შევით ერთგული ჩვენი თანამშრომლების და ჩვენი მომხმარებლების, ასევე აქვე ვიტყვი გეგმებამდე რომ გვინდა შევინარჩუნოთ ის ინვესტირება თანამშრომლებში, რასაც აქამდე ვახორციელებდით, ეს ჩვენ ვფიქრობთ რომ თანამშრომლები არიან ჩვენი ბიზნესის ასე ვთქვათ გული სრუნავთ მათზე როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ტრეინინგების სახით და ამას გავაგრძელებთ აუცილებლად ჩვენ მომავალშიც ერთგული ვჩვევით ამ მიმართულებით
კლიენტებთან მიმართებაში აუცილებლად ერთგული რჩებით მათთან უშუალო ჩართულობით ყველა პროცესში და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი დაყრდნობილია partner-led სერვისი ვართ, ასე ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ პარტნიორი უშუალოდ არის ჩართული ნებისმიერი კლიენტის პრობლემის თუ, ასე ვთქვათ, გამოწვევასთან გამკლავების პროცესში. ასევე ფიქრობ, რომ ერთგული დავრჩებით ჩვენი ხარისხის მიმართულების, ანუ ჩვენ ადგილობრივ და საერთაშორისო ხარისხის კონტროლებს გავდივართ, აგერ გვაქვს ISO სერტიფიცირება ბუღალტერიაში, ასევე აუდიტის მიმართულებით მაგალითისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ხარისხის კონტროლებს გავდივართ და შემიძლია ესეც გავაზიარო, რომ წელს წარმატებით გავიარეთ ჩვენი ქსელის მონიტორინგი, რაც საკმაოდ მოცულობითი არის და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდით, რომ რაც გვეამაყება და გვინდა რომ ასე გავაგრძელოთ ერთგული დავრჩეთ ამ პრინციპების მომხმარებელთა ზრუნვაზე და სერვისების მიმართულებას რაც შეეხება აქვე ამ ბოლო პერიოდში გააქტიურებული არის მდგრადობის მიმართულება, ESG მიმართულება, რასაც ქვია. ამ მიმართულებითაც ჩვენ რა თქმა უნდა ფეხს უწყობთ ახალ ტენდენციებს და ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ეს სერვისებიც, რაც მაგალითად მოიცავს მდგრადობის რეპორტინგს მარწმუნებელ გარიგებებს ამ მიმართულებით და საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს ჩვენ ქსელს ამ მიმართულებით. ადგილობრივი მიმართულებითაც უკვე ვახორციელებთ ამ სერვისს ჩვეულებრივ უკვე ჩაუშვით, ასე ვთქვათ, 2026-ში ვფიქრობთ, რომ გავაფართოვებთ ამ მიმართულებას ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ისევე როგორც აუთსორსინგის მიმართულებითაც ბევრი ინოვაციური პროდუქტების AI ინტეგრაციას, რომელიც დაწყებული გვაქვს უკვე და ძალიან აქტიურად შემოსული. ძალიან კი შემოსულია და აი ონლაინ ბუღალტერი კი AI-ს გადავდივართ უკვე ფაქტია, რომ კი აუცილებელია. კომპიუტერობა როგორია ქართული ბიზნესების და საზოგადოების ეს არის საინტერესო, თორემ განვითარებულ სოფლიოში ეს ახლა ასისტენტია, რომელიც ჩვენ გვახმარება უშუალოდ ამ თვითონ მის კლიენტის ხარ ამას ჯერჯერობით ვერ ხედავს, ვერ აღიქოს. ჩვენ პროცესებს ამარტივებს. ჩვენ პროცესებს კი, ჩვენ მუშაობს პროცესებს ამარტივებს, რომელიც cost effective-ია ხდება უკვე მე ძალიან და მოკლედ ძალიან გვეხმარება ეს ყველაფერი და მოქნილობას უზრუნველყოფს დავამატებთ. წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თეონა აბდუშელიშვილი, ამურის პარტნიორი და ასევე სოფო აბაიაძე კომპანიის პარტნიორი პასუხობდნენ საქმიანი დილის კითხვებს.